სრულფასოვანი ადამიანია ბავშვი, ბევრი მშობელი ვერ აღიქვამს ამას და რასაც უნდა იმას ავალებს და მხოლოდ იმას აკეთებინებს, რასაც თვითონ თulis საჭიროდ. აი ეს რო თქვა ჩვენ ინტერესს ვახავთ თავზე, როგორც საკუთრებას ისევე გწევით, რა გავლენას ახდენს ბავშვობაშიც და უკვე ზრდასრულ ასაკში ბავშვს? ნებას ართმევს ბავშვს, ან ბავშვი იკარგება, მას უკვე აღარ შეუძლია სხვის მიერ თუ არ იქნება ხელმძღვანელობა, ხშირად არ შეუძლია ორგანიზება საკუთარი სურვილების, საკუთარი ქმედების, ფანტაზიის, ოცნების ჩამოყალიბება და დაეჭვებული ხდება თავის ძალებში. და პრაქტიკულად უნარებს ართმევ ამით ბავშვს და ამიტომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია დაფიქრდეს იმაზე, რა უნდა თავისი შვილისთვის, რომ მისი შვილი იყოს აი ძალიან ხშირად არის, რომ სახლში მორჩილებას თხოვენ და გარეთ ეუბნებიან იყავი დამოუკიდებელიო და თუ ადამიანი ასეთ ორაზროვნებაში უკვე ძალიან გასაჭირში ვარდება, ხო? და ის რომ მშობლებს ძალიან უნდათ რომ საკუთარი ოცნებები გადაიტანონ და მე რო სათამაშო არ მქონდა ის უნდა კონდეს ამ ბავშვს და ამ ბავშვს სულ არ მოსწონს ეგ შენი სათამაშო რაც შენ არ გქონდა არ რჩება მაგაზე თვალი სულ სხვა ტიპის სათამაშო უნდა მაგრამ შენ მაინც გული გწყდება რომ ის სათამაშო რომელთაც შენ ვერ ითამაშე ამან გინდა ითამაშოს ან ჩააცვა ის რაც შენ მოგწონს და ამითიც თრგუნავ ბავშვის გემოვნების განვითარებას